როგორ ხარ? ჩვენ ვისაუბრეთ, ვიჭორავეთ, გავერთეთ რა შვები? ფანტასტიკურად გამოიყო. მაყურებელს უნდა ვთქვა, რომ მე თვითონ სხვა გადაცემის ჩაწერაზე ვიყავი და ამიტომ აქ დავაგვიანეთ საკუთარი გადაცემის ჩაწერაზე. როგორ ხარ? კარგად, შენ რა შვები? კარგად. ფანტასტიკურად გამოიყო. აუ, ძალიან დიდი მადლობა. მე მგონია, რომ შენ ცხოვრების ეგ ეტაპი გაქვს, არა? როდესაც საბოლოო ჯამში სწორი ადგილი იპოვე? კი, ყველა მაგასაც იძახის და იცი არის, რეალურად ეს პროექტი, რაზეც ახლა ვარ, ეს იყო 6 წლის პროექტი, რომელზეც ვიძახე, რომ ეს არის ჩემი. ანუ შენი პროექტი, ჩემი პროექტია, რომელზეც 6 წლის განმავლობაში ყველა უარს მეუბნებოდა ამის გაკეთება. ყველა უარს, ანუ არხეტა. აი, რომ ვეუბნებოდი, ისე სატელევიზიო არ მინდოდა ეს, მინდოდა YouTube-ში, მაგრამ რომ ვეუბნებოდი, რა იცი რა, მოდი ჩემი გუნდის წევრი გახდი, მოდი ჩემთან ერთად წამყვანი გახდი, მოდი პროდიუსერი გახდი, მე მონტაჟი გახდი. იძახდნენ, რომ აი, ვერ ხედავთ ამ გადაცემის აზრს, განვითარებას. აი, თამაზა მაგრილში როგორ იპოვე? თამაზასთან მეგობრობდი და მოხდა ისე, რომ ერთ გადაღებაზე წავედით. და იქიდან რომ გამოვედი, ის გადაღება ჩაიშალა. ძალიან გაბრაზებულები გამოვედი და აი ამ გაბრაზებულ სიტუაციაში თამაზამ რაღაცა იხუმრა, ამ ხუმრობას მიავყევი და აი წარმოსახვაში უკვე მივხვდი, რომ ეს არის უკვე გადაცემა და თამაზას ვუწყე, რომ საღამოს გირეკავ, უნდა გახდე წამყვანი. თამაზას ეგონა რომ არ დაურეკავდი, ეძარებოდა, საღამოს დაურეკავ, ვიწყებს დაგეგმას მეთქი და ვეღარ გამიქცა. მართლა? იმიტომ რომ რაღაცნაირ ავანტიურაში შესვლას თავაზობდი, ხო? კი. ანუ აპრიორში იცოდი, რომ გინდოდა რომ გაკეთებულიყო გადაცემა, სადაც დარეკავდით ამას იზამ. პროექტი სრულად გაწერილი მქონდა და ამ თაროდან ჩამოვიღებდი, შევთავაზებდი ვიღაცას, მე უარს მეტყო და შემოვდებდი თაროდ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს პროექტი იქნებოდა წარმატებული. აი, ჯენზები ხო როგორები არიან, წარმინე ახალგაზრდები, რომლებიც აი არ ყავთ ავტორიტეტები, არ ყველაფერს ისე უყურებენ, ეს თრეში არ მოსწონთ, წესით თუ ზოგს მოსწონთ, ზოგს არა, ვერ გავიგე რა მოსწონთ. და საბოლოო ჯამში, მაგრამ რო ვუყურებ, ანუ ჩემს ირგვლივ ბავშვებს რა, ხა, აი სარკასტიკას ვუყურებ YouTube-ზე. ყველა თაობა დავიჭირეთ ამ გადაცემით. რატო როგორ გონია? მგონია რომ გულწრფელები ვართ. გულწრფელი მეც ვარ. ხო, მაგრამ ნახეთ, ჩვენ გულწრფელები ვართ ჩვენი ხუმრობებით, ჩვენ თავზე ცინიზმით, იმიტომ რომ ჩვენ თავზე ისეთ რაღაცებს ყვებით, რომელსაც ადამიანები ზოგადად სამეგობრო წრეში არ მოყვებიან. თან ამას ისე ვაწვდით საზოგადოებას, რომ ხდებიან რომ რაღაცა ანუ იცი როგორი გადაცემა გავაკეთე? თან გადაცემა არა, პოდკასტი, ვიზახ რომ ეს არის გადაცემა. გადაცემა, რომლის დროსაც შენც თანამონაწილე ხარ ამ ყველაფრის, გონია რომ შენ ჩვენთან ერთად ხარ. და ჩვენ არ გავაკეთეთ აი დისტანცია, რომ მე ვარ წამყვანი, ვიღაც ცნობილი ტიპი და შენ უბრალოდ მაყურებელი. ან მეორე ვარიანტია კიდე ისიც, რომ რაღაცნაირად ჩვენ ისე დავიღალეთ რაღაცა ტიპის სტანდარტების შექმნაში, ირგვლივ სტანდარტი ამ ხარე არ შეიძლება იმას შეხო, პირდაპირ ხალხს მოენატრე ჭორაობა და დასვენება. ჩვენ გადაცემაში არის ის, რომ ჩვენ ვართ აპოლიტიკურები და მოყავს ყველა. კი, ეს ნამდვილად გაქვს. სრულად უნდა გაერთოს ყველა და ყველამ თავისთავად უნდა გამოაჩინოს, ვინ არის სულელი და ვინ არის ჭკვიანი, ვაძლევთ პლატფორმას ჩვენი გადაცემის მეშვეობით და რაღაცა ან გამოასწოროს, ან კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ სულელია. აი ეს გამოასწოროს დაამტკიცოზე, მითხარი პროკურატურაში რა დაგიბარეს. ანუ არ დაგიჭერე? იცი რა, ამეტავზე არა. ამეტავზე გადარჩი პატიო. ამეტავზე როგორც გავიგე, რომ ამეტავზე არ მიჭერე. გიორგი, რამდენი წლის ხარ? ცუდ ასაკში გადავდივარ 41 წლები, 42 წლები. ხო, მახსოვს ერთ-ერთი 42 წლები. 42-ში გადავდივარ. და რა ეტაპია სახე შეცხებული? ის ეტაპი ალბათ სადაც ყველაზე კომფორტულად და ბედნიერად გზავნა. რატო გვაქვს ეს, რომ ოთხიანს რომ გვაქვს, ყველა მაგ ხო ვიმშვიდებს თავს? არა, მე ყოველთვის ჩემ გარშემო გარემოცვამაც იცის, რომ ყოველთვის მინდოდა ყოფილიყავ დიდი. ხანო და ჭაღარა, ძალიან სიმპათიური კი ხარ მოგიხდა სასაკი. არასოდეს არ მიყვარდა პატარაობა. ანუ იმიტომ კი არა, მძიმე სხვა თემა. ანუ იცოდი რომ ამ ასაკში ძალიან სიმპათიური იქნები და მაგიხდებოდა. მამაჩემს უყურებთ, ფიქრობდი, აი, მაგრამ იცი რა, მამაჩემ და ჩემი ძმები ჩემზე კარგი გარეგნობის არიან. მართლა? მე ვარ ყველაზე ისეთი ოჯახში. აი რა. გიორგისთან დაკავშირებით მოყვა, რა პროექტი იყო ის? შევიყავი? სუპირველი თუ აი დედა ჩემი სადგურ შემატკივრობდა? დიდრები და ღარიბები. დიდრებში და ღარიბებში. სადღაც დიოდეს. მაესტროზე გადიოდა და ეს იყო სადღაც რომელი წლები იყო? 13 წლის ვიყავი მე მაშინ. რომელი წელი იყო? მოკლედ დედა ჩემი უყურებდა ამ პროექტს, მაყურებდა 2000 და დედა ჩემი ძალიან ისეთი იშვიათად გამოხატავდა აღრთოვანებას ადამიანებზე, ესეთი ქალი იყო რაღაცნაირი, თავშეკავებული და მოზომილი და გიორგიზე იყო შეყბარებული. პერსონალურად ჩვენი გულშემატკივარი იყო, როგორი არ ვიცი, როგორ ცდილობდა რაღაცა ხმების მოცემა იყო თუ ზარები თუ რაღაცა და დალაშქრული ყავდა ეს თელი სამეგობრო რო ჩვენი გულშემატკივარი ყოფილიყო და
რაღაცნაირად ეჩემ რო ქარ დაიცვალა, ვერ გითხარი თუ მანამდე არ მახსოვს, მაგრამ შენს მიმართ ემოციები ძალიან გამიმგზავრდა. ჩვენთან გადაცემაში ვიყავ, მაშინ ხო, აი რაღაცა დაჯისთან მქონდა, დაჯის დამოკიდებულება რო ვიდით Instagram-ში, მე ძალიან აქტიურად მეგობრობდი. ძალიან და დაჯის რო ვიცოდი შენ როგორ უყვარდი, როგორ მოწონდი, რაღაცნაირად შენს მიმართ კიდე უფრო სხვა ემოცია მაქვს რა ამ დაჯის მიმართ და ეს მინდოდა რომ ჩემს გადაცემაშიც მომეყოლა. ამ დროს, როცა აი რაღაცა ასაქსთან, რაღაც ასაკს უახლოვდები, კი არ ვიცი ეს რა ასაკს უახლოვდებით, მაგრამ მე არ უყურებ ეგრე. მე უყურებ ყველაფერს როგორ იცი, ყველა ასაკს, ყველა წელს, ყველა წამს აქვს თავისი ხიბლი. და ის უნდა შეირგო და ისიამო. კი, მაგრამ აი ახლა აკოფნაში, სადაც ახლა რა არის პრიორიტეტი? პირადი სიმშვიდე? ოჯახი რას ნიშნავს? ჩემი მშობლები და ჩემი ძმები და მათი ცოლები და გავიგე. შენი პირადი ოჯახი? ჩემი პირადი ოჯახის შემთხვევაში ალბათ აიცე მეზარება ალბათ. იმ ხელა პასუხისგებლობა მაქვს ჩემ ოჯახზე აღებული, ჩემ მშობლებზე. შენი აზრით, როცა 50-ის და 55-ის იქნება, არ მოგწყინდება მარტო ცხოვრება? სიციესი არ უყურებ. მე არ უყურებ ცხოვრებას, როგორ იცი, აი ეს რაღაცა სტერეოტიპი რო არის, რომ სიბერში წყალს ვინ მოგაწოდებს. ვინ მოგაწოდებს არ არის წყალს? მაგრამ ხო აი არ ვიცი, ამ ტემპით, ამ ცხოვრებით ვარ ძალიან ბედნიერი. ხო, მაგრამ სულ ამასაც ხო არ იქნები. ხო არის რომ მომენტი რომ სახში მიდიხარ და შეიძლება მარტოობა აღარ გაგისწორდეს. ჩემთვის მარტოობა ძალიან დიდი კომფორტია. შემიძლია წავიდე მაგალითად ფასანაურში სახლი გვაქვს და მარტო ვიყო სულ რამოდენიმე დღე და ვარემონტო სახლი, მიწას მივხედო, ხედავ ყვავილი, აი მაქვს ეს მომენტები. ანუ ჩემ თავთან ვარ ბედნიერი. მე ვიპოვი ის რომ ჩემ თავთან ვარ ბედნიერი. შეიძლება ეს ცხოვრებიდან გამომდინარე გამომიმუშავდა, ეს არ ვიცი, მაგრამ ხვდები რომ ჩემ თავთან ბედნიერი. საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა არის მე მგონი ყველაზე ტოპ რისი მიღწევას გვინდა. მე შემიძლია მაგალითად და აი მაგალითად გამოვიდე ჩემი სახლის აივანი, სადაც ჯდომა მიყარ და ვიჯდე მთელი დღე. და ანუ არაფრის სურვილი არ მქონდეს, აი ვიღაცის აქტიური ცხოვრების ვიღაცამ დამირეკოთ. არა, აი ბედნიერი ვარ. ეს ყველაფერი მხდის უფრო აი შინაგანად რაღაცა მშვიდად მხდის თავს, იმიტომ რომ რო ვიცი, ჩემი მშობლები ცოცხლები არიან, რაღაც პრობლემები ქონდა დედაჩემს ეს გადავჭერით და დღეს უყურებ რომ დედაჩემი არ ტირის მაგალითად ყოველღამე, ეს მხდის უბედნიერეს. წლები აი ჩვენ გაზრდაში სულ 24 შვიდზე რომ მუშაობდა, ყველა ჯანმრთელობის პრობლემა რაც კი შეიძლება და ყველაფერი დაემართა და ეხლა ფეხებზე გავუკეთეთ ოპერაცია. და ძალიან დიდი წლების პრობლემა მოუგვარა. და ეხლა რო უყურებ რომ შეუძლია სიარული და შეუძლია დაიძინოს, მაგალითად რაღაცა დაუსრულებელი წლები ჯდომარე მდგომარეობაში იძინებდა, იმიტომ რომ ვერ წვებოდა. იქ რო ხედავ რომ მამა ჩემი ცოცხალია, ჯანმრთელია, ბედნიერი ვარ. იქ რო ხედავ ჩემი ძმები, ჩემი რძლები, ბავშვები, ძმები, ყველა ხო რაღაცისთვის ვართ. ეხლა ყველა ერთი გზისთვის არ ვართ დაბადებული. რა თქმა უნდა. და მე ეს მანიჭებს უდიდეს ბედნიერებას. მანიჭებს ბედნიერებას, როცა ჩემ მეგობრებს შემიძლია რაღაც გაუკეთო. იქიც ბედნიერებას მანიჭებს. ანუ შენი პირადი ცხოვრება სარატო ჩაკეცე. არ ვიცი. უკავშირდება რამე მნიშვნელოვან დანაკარგს, რის მერეც ჩათვალე რომ აღარ გინდა? არ ვიცი, არ მიფიქრე ამაზე. შეიძლება გადავიტანე ძალიან დიდი ყურადღება სხვებზე. ხო, იმიტომ რომ ადამიანს როდესაც რაღაცა მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს, მე ვცდილობ რომ რაღაცა აღარ იპოვო. არ ვიცი, იმედგაცრუებები, იმედგაცრუება არა, რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი დაასრულე, რომ ჩანაცვლება აღარ გინდა რა. მე ცხოვრებას უყურებ ყოველდღიურობაში და შეიძლება ხვალ რა. ახლა ცხოვრება გეშტალტში ხარ. მე ვფიქრობ რომ ესე უფრო სწორია, ვიდრე ვიფიქრო, აი ხვალ რა მომინდება და მე დღეს ოჯახი შევქმნე, იმიტომ რომ მარტო შეიძლება ხვალ აღარ მინდოდეს, მაგრამ დღეს ხო მარტო მინდა ყოფნა. ძალიან ყველაზე სწორი ხო ცხოვრება დღეს ჩემთან ერთად იქნება, ხო? მე ხო დღეს არ მინდა. ანუ იმ ადამიანს უნდა მივაყენო ტკივილი? სადაც ხარ ხა? გონია რომ დამსახურებულად ხარ? კი. რატო იცი, ბევრი ვიშრომე ამას. აი გონდა მეთქვა რა გამოიარე ამ აქამდე. აი რა გახსენდება, რომ აი წარმონია საიდან რას ვაკეთებდი, აი ამას ვაკეთებდი და აი აქ მოვედი ახლა დღეს რომ ვისხედით რა თამაზასთან სახლში და აი ნანუკა მეთქი და ამირეკა მეთქი რაღაცა და რაღაცები გავიხსენე, რაღაცა ისტორიები თამაზას ხა არის. ჩემთან ძირითადად თუ ჩემი დიდი წლების მეგობარი არ ხარ, ჩემი ცხოვრების ისტორიები არ იცის არავინ. იმიტომ არა რომ რაღაცა დასამალიან რა. უბრალოდ არ მინდა რომ ზედმეტად ვიღაცას მოვახვიო თავს. ხო, ახალ მეგობარს აღარ უყვები რა. იყო გიორგი პატარა ბიჭი, რომელიც სიყვარულში იზრდებოდა, თუმცა ძალიან დიდ გაჭირვებაში. და აი ეგ დღე მახსოვს ძალიან კარგად, სადღაც მივდიოდით, აღარ მახსოვს, დაბადების დღე იყო თუ რა. ნუ სკოლის იმაზე არ დავდიოდი ექსკურსიებზე, ნუ ფინანსური ხო.
და ფეხსაცმელი უნდა მქონოდა ჩამეცვა და ფეხსაცმელი ზუსტად მახსოვს ყავისფერი ფეხსაცმელი იყო რომელიც მავთულით გავკერე და ესე წავედი. აი ეს მავთულიანი ფეხსაცმელი, გაკერილი ფეხსაცმელი გიორგი დღეს არის ეს გიორგი რომელიც შენ წინ ზის. რამდენი წლის იყავი? დაახლოებით ალბათ მე-5 კლასში ვიქნებოდი, მე-6-მე. და მე როცა აი ცოტა წამოიზარდე, როგორ შეეცადე ფინანსური მის მოპოვებას, რომ რაღაცა შენი 2 კაპიკი გაქვს? სულშრომობდი რა. აი სად? აი მაგალითად ერთი ალბათ ყველაზე ცნობილი ყველამ რაც იცის, სიგარეტს ვყიდიდი პატარა ჯიხურში. დღეში მქონდა 2 ლარი და 50 თეთრი. ხო. დილის 5 საათზე ვდგებოდი, მივდიოდი ვაგზალზე ეხა დაიწვა ის ტერიტორია, რაღაც საბითუმო ტერიტორია იყო, იქიდან ვიღებდი რაღაცა ბამბანერკებს, შოკოლადებს, რაღაცებს და მე მეტროთი მომქონდა და ამ 300 არაგველის რაღაცა მაღაზიას ვამარაგებდი. რამდენი წლის იყავი? სწავლობდი, კგპ-ში ვიყავი მათ. და დამატებით აი ეს ქსეროქსის ფურცლები, ქსეროქსის აპარატი იყო გვერდზე და იმათ ვეუბნებოდი რომ მე მოგიტანთ ამ ფურცლებს, უფრო იაფად, მაგრამ იმ ფურცლებიდან 2 შეკვრიდან ჩებოდა ლარი და მივდიოდი პლეხანოვზე იყო ეს ქსეროქსის რაღაცა სივრცე იყო, სადაც საბითუმო ტყვიდი, მე ყიდულობდი ისიც მომქონდა. აი სულ რაღაცის კეთებაში ვიყავი. იმიტომ რომ როდესაც იცი რომ შენ ოჯახს არ აქვს და ისინი არ არიან ვალდებულები, რომ შენი რაღაცა კიდე მოთხოვნები შეასრულონ მაგალითად. მაგდროს ხვდებოდი, რომ უნდა გამეკეთებინა ყველაფერი ისე, რომ ჩემ ოჯახს ზედმოდან არ დავწოლოდი პრობლემად. პირველი სამსახური როცა ადამიანად იბრძანი თავი? 2 ლარი და 50 თეთრი რა ეს არის ჩემი შემოსავალი პირველი და თან სიგარეტს ვყიდიდი, თან სწავლობდი იქვე. ჩემი მეგობრები მოდიოდნენ, მეხმარებოდნენ, იქ აი ძალიან კარგი მე რაშიც გამიმართ ალბათ ცხოვრებაში არის რომ ამ გავლილს გზაზე ბევრი არასწორი მეგობარი შემხვდა, თუმცა უფლის დამსახურებით ესენი გაიფილტრნენ და დამჩნენ ძალიან კარგი მეგობრები. არ იყო მეგობრები იყვნენ, რომლებიც მოდიოდნენ და იქ დაახლოებით მეხმარებოდნენ, სიგარეტს ყიდიდნენ და მე მაგდროს მეცადინეობდი მაგალითად. აი რაღაცა ეგეთი ადამიანები რო არ ყოფილიყვნენ ჩემ ცხოვრებაში, ალბათ მარტო მე ვერ შევძლებდი. ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი ადამიანის ფუნქცია. აი ამ დროს წარმოვიდგინე, მუშაობ იქ ჯიხურში იქ იმას აკეთებ და პირველი სურვილი, როდესაც უკვე აი ამ აქ უნდა შესულიყავი რაღაც ამ დიდ სამყაროში, სადაც აი ცნობადობა მოგემატებოდა. სულ შემთხვევით მოხდა. მართლა? ჩემ ყოფილმა შეყვარებულმა ჩემს მაგიროდ გააგზავნა მაესტროში ჩემი მონაცემები. სულ მეუნებოდა ეს გოგო რომ შენი არ არის ეს ცხოვრება ეხლა სადაც ხარ. აი იმ დროსად იყავი როცა ეს გააგზავნა, რასაკეთე? სიგარეტს ვყიდიდი. კიდე, ხო. და მეუნებოდა რომ შენი არ არის ეს სხვა. მე არავის არ ვაკნინებ ამით. ყველა სამსახური არის სამსახური და ყველაფერი უნდა დაიწყო ნულიდან რომ ახვიდე რაღაცა ეტაპამდე. ყველას ამას უხსნებ. ჩემს მაგირად შევსებული CV მიიტანა მაესტროში და მაესტროდან დამირეკეს და მან რადიკალურად დატრიალდა ჩემი ცხოვრება. აი რა. ანუ მე რატომღაც წარმომედგინა რომ აი ამ წვალებასა და წვალებას შორის დრო რო ქონდა ეს შენი ოცნება იყო და ამისთვის არა, ჩემი ოცნება არასოდეს არ ყოფილა ცნობადობა. რა იყო? კალაბურზე დავდიოდი 9 წელი, მინდოდა კალაბურთელი ყოფილიყავი, უბრალოდ ტრამვა მივიღე კოჭის და დავანებე თავი. მაგრამ ჩემი ოცნება იყო, უნდა ყოფილიყავი სპორტსმენი. ამისთვის ძალიან ბევრს ვარჯიშობდი, ძალიან ბევრს წვალობდი, აი ვერ გიხსნე, აი ჩემო ოჯახმა იცის იმდენს ვარჯიშობდი, რომ ვარჯიშისგან გონებას ვკარგავდი. აი რა სხვა. ალბათ სპორტსმენობაც ის იყო, რომ მიზანი რომ სპორტსმენები წარმატებულები და შეძლებულები არიან და მე ყველაფერს შეძლებენ, ალბათ ესეც იყო მიზანი, არა მარტო ის რომ მიყვარს კალაბურთი, არამედ მიზანი რომ წარმატებას მივაღწიო ამ მიმართულებით. ხო, მესმის შედეგზე ორიენტირებული ვიყავი და პროცესის გიყვარდა. აქ ტრამვა და უეცრად გამოსვლა ტელესივრცე. და იქ ანუ ავანტურისტი იყავი არა? აი ავანტურისტი. ყოველთვის ვანგრევდი იმ ჩარჩოებს, რაც ჰქონდა ამ ქვეყანას. Yes. ამიტომაც სატელევიზიო ჩარჩოები განსაკუთრებით. სულ ვიზახი ესეთ რაღაცას რა. 18 წლიდან ვარ ტელევიზორში, ანუ ესე და ხდები ახლა 41-ის, ხო? რამდენი წელი? მე არ ვარ მსახიობი, მე არ ვარ მომღერალი, მე არ ვარ მწერალი, მე არ ვარ ესეთი რაღაცა რეგალიებით ადამიანი. მე ვარ გიორგი ნაზღაიძე, რეგალიით, რა ვიცი, ყველაფერი, ყველაფერი რაც მართა პროფესიული არა. ამდენი წლის განმავლობაში ეს სტატუსი შევინარჩუნე და შენთან ვარ ისევ. ხო, ახლა შენთან ჯდომა ძალიან ისეთია, ჩემთვის პრესტიჟულია ყოველთვის. და ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს ჩემი ხასიათი რო არ ყოფილიყო, რომელიც ამ ჩარჩოებს აანგრევს. ალბათ ბევრი იყო ჩემსავით მოვიდა და წავიდა. ძალიან. მაგრამ ეს რაღაცნაირი გადარჩენის ინსტინქტია? ანუ რის თქმა უნდა იცი მოკლედ? აი მგონია რომ ყოველთვის არა მარტო სატელევიზიო სივრცეში, არამედ რაღაცა ტიპები, რომლებიც რაღაცას გაისვრიან ხოლმე რა, აი გასტროლის ტიპები მაინც ძირს იქნიან გადარჩენისთვის კი არა, რაღაცა უფრო მეტი საწოლებელი და საშუალებელი. მე გეტყვი რატო ახლა? მეც ხო ჩამოსული ვარ. ხო. და ნოლიდან დაწყებული და მე ეს ჩამოსულების თემა დღეს ალბათ საერთოდ ვერ გაიგებს ახლა ხალხი რას ვამბობ ალბათ თაობა საერთოდ სიცილით მოკვდება ჩამოსული რას ნიშნავს მაგრამ გახსოვს ჩვენ ჩამოსულებს გვეძახდნენ ეს ჩამოსულია მე არ ვარ ჩამოსული არა ჩვენ ანუ ვინც ვიყავით რა მე ინგა გრიგოლიას და ვიღაცებს მე ყველა განათლებული და ყველა წარმატებული ისტორიის გადახედონ ჩამოსულია აბსოლუტურად რა თქმა უნდა მაგრამ მაშინ რაღაცნაირი ამ თემაზე რაღაცნაირი ისიდო რა აი რა რო ჩამოსულია სირთულე იმიტომ რომ ჭირდებოდა ახლობელი მეგობარი ჭირდებოდა წრეკ ჭირდებოდა ტელევიზიაში მოხვედრას ნაცნობობა ჭირდებოდა, ანუ შენ რო ეს არსაიდან მოხვედი ახლა და არავინ არ ყავს ისეთი ვინც გზას გაგიკაფავს ახლა დღეს არის მარტივი სოციომედიის სივრცეში რო ყველგან მოხვდე. რავი აკეთებ. მაშინ არ ვერი. ხო, მაგაში გეთახმები, რომ მაშინ ძალიან რთული იყო პოპულარობის ხო, ძალიან ხალხის სიყვარული. და რაღაცა ეს, როდესაც რაღაც რის თქმა უნდა, იცი, როცა ადამიანს მეტის მტკიცება უწევს, მეც აღწევს. შენ ხო ესე იყავი მეტის მტკიცება უწევდა. არა, იცი, ყოველი შანსი, რომელიც მეძლეოდა ცხოვრებაში, ეს იყო ის შანსი, რომელიც უნდა გამომეყენებინა ყველა გზებით. აი, შეხო მაესტროზე რომ გამოჩდი პირველად ამ პროექტში, გზის ფულიც არ გექნებოდა ხანდახან. არა, რა გზის. საჭმლის ფულიც არ გექნებოდა. მე მახსოვს. ანუ გადარჩენისთვის იბრძოდი. მეცველები მეცვა, მოკლედ ხონდა შეგვეტანა 60 რა და მახსოვს რომ ის 60 ორი ფეხსაცმელი მქონდა ცოტა ცუდ მდგომარეობაში და შევღებე პულივიზატორის აღებავებით რაღაც და შევედი და სულ ვიძახდი რომ აი ეს ჩემი რაღაცა დიზაინერული ხედვა არის და მე მაგ ერთი მთავარი ამბავი ალბათ ის რომ ძალიან კარგად შემიძლია მოგაწოდო რაღაცა რომ ეს დაგაჯერო ეს მართლა ხედვა არის და არა იმიტომ რომ მე მიჭირს და იმიტომ მაგ ესე შეღებილი მაგრამ ეს ალბათ უფრო სწორს იძახი შენ რომ ბრძოლა თვით დამკვიდრებისათვის, როცა იცი რომ შენს უკან არ არის პატრონი რა ესე ვიღაცა ვინც დაგეხმარება რაღაც წინსვლაში, ხო? იცი რომ აი მოგეცა ეს შანსი, აი ეს შანსი უნდა გამოიყენო ყველა გზებით. რადგან ეგ თავდაცვა გქონდა რომ აი ეს ჩემი სპეციალური დიზაინია, ის კი არა, ესე იგი შენ ეგ თემა გთრგუნავდა. კი როგორ არა მთქუნავდა. არა, ის იყო ხა, უბრალოდ მე ჩემ თავში ჩავკეტე ის თორე ხა, როცა ყველა ბავშვს აქვს ყველაფერი და შენ არ აქვს არაფერი, ეს დამტკივნეულია. აი, როდის დამეგობრდი მაგ თემასთან? როდის მიიღე როგორც და აი, როდის დაკომპლექსებას როდის მოეშვე? ჩემ თავთან რაღაც მომენტში ვთქვი რომ რასაკი იყო ეს სკოლის პერიოდი, როცა ვთქვი რომ აი ეს ვარ მე. ოკეია რა. მე რა რომ მიჭირს, ოკეია. აი, ცუდად ჟღერს, მაგრამ კიდია რა სხვა რა. აი, ვარ მე ეს. და მორჩა მე მყავს ძალიან მაგარი ოჯახი, რომელსაც უყვარვა, რომელიც მიყვარს და და არავინ არ მაინტერესებს. აი, ეგ მომენტი მქონდა უკვე. თორე ხა ხოს ბიძგი რა აღმოჩნდა. ალბათ არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ბიძგი ალბათ არა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, თუ ჩემი ის შეტევები. აი, ეს ნერვული გულყრები ეპილეფსიური, რაც სისტემატიური სახის იყო მუდმივად წლებით 11 წლის განმავლობაში და ალბათ ეგ იყო ბიძგი. ბრძოლა მქონდა გაჭიროებასთან, თვითდამკვიდრებასთან და ბრძოლა მქონდა ჩემ დაავადებასთან და ბრძოლა მქონდა კიდე საზოგადოებასთან, რომელიც არ მღებულობდა. ვინც დაინახავდა რომ ადამიანს მართა გულხრა, ყველა მაქცევდა ზურგს. კაი, რას ამბობ, მაშინ ეგეთი სტიგმა იყო? ანუ დიაგნოზი ეპილეფსია იყო? ეს იყო ემოციურ ფონზე რაღაც მიმართულება ერთ-ერთი ეპილეფსიის, როდესაც რაღაცა მე და შენ ვიკამათოთ, მე კი მოგიგი ამ კამაჩი, მაგრამ ემოციურად მე ავყევი ამ ყველაფერს და მე მემართებოდა შეტევა. გულხრა, ანუ არ იყო აქ შარდო და ეს პირიდან რაღაცები, იყო გულხრა, რამოდენიმე შეტევა, რაღაც კრუნჩხლის ფორმა და ყველაზე ისეთი, რასაც ვერ დღემდე ამოუცნობია და ვერ იგებენ, გარდაცვლილი მამიდაშვილთან კომუნიკაცია. მუდმივად ვეუბნებოდი რომ წამიყვანე, ხელი მქონდა აწეული და ამ ხელზე იყო სულ აი ჭიდაობა. რაღაცა ტკივილი იმ დონეზე ძლიერი იყო, რომ მახსოვს ფასანაურში რკინის საწოლები როა, ძველებული საწოლები როა, ფეხით მაქვს იმის შუა ნაწილის ტრუბა შეღუნული. ანუ ამ შეტევის დროს. შეტევის დროს. მე არ მახსოვს არაფერი, რასაც მიყვებენ, იყო 3 შეტევა, კრუნჩხვითი, მაგდოს მაკავებდნენ, იმიტომ რომ ისეთ ფორმებს ღებულობდი, სხეულის ეშინოდა თუ რაღაც არ დამართულდა და ბოლოს იყო ცრემლი
და ჩემ გარდაცვლილ მამიდაშვილთან კომუნიკაცია, რომელსაც ვთხოვდი, რომ წამიყვანე აღარ შემიძლია. ეს იყო მუდმივი ჯაჭვი. ბოლოს შოდის ქონდა. ძალიან დიდი ხნის წინ მქონდა უკვე. რამდენი წელი? ეს იყო აი რეალიტი რო შევდიოდი, მაშინ იყო ჩემო ოჯახს არ უნდა და მანდ რო შევსულიყავი, იმიტომ რომ შიში ქონდათ რომ კიდე არ დამემართოს. აი მაგ პერიოდში უკვე ნუ ასე თუ ისე განკურნებული ვიყავი. რამდენი წელია? 18. აი ყველაზე ისეთ ადგილას დაგმართნია რომ აი ყველგან. ღიას ანუ უცხო. აი მაგალითად ერთ-ერთი არის მეტროში. წერეთლის მეტროში ვდგავარ, ველოდები მატარებელს და რაღაც მომენტში ვიღაცამ გადმომქაჩა მახსოვს. თურმე მაგ დროს პირდაპირ ვარდებოდი ლიანდაგში და მან დამემართა ხალხში შეტევა. და მაშინ ალბათ დიაგნოზის დასმა რთული იყო, არა? დიაგნოზი ჭავჭავაძეზე იყო ეპილეფსიის ფარული ცენტრი. უკვე შეურაცხყოფელია ფარული ცენტრი, ანუ აი და მან ფარულად დავდიოდი, მიწერდნენ ამ წამლებს, რაღაცა დიდ დოზებს, ანუ არც ფინანსები არ იყო, წამალი საჭირო იყო. მე ეს წამალი გთიშავდა, რამოდენიმეჯერ იყო რომ ავტობუსს რო ველოდებოდი ჭავჭავაძეზე, ვითიშებოდი და სადაც 9 საათია ესე ვიდექი სულელები და მე ხალხი მეკონტაქტება და მე ვერაფერს ვერ ვიგებ. იცი რა მითხარი? ამ დიაგნოზის მიმართ სტიგმა რატო იყო ეგეთი გართულებული? ალბათ თუმცა პანიკურ შეტევებზეა და მაგაზე რა იქნება და რო ამო პანიკური შეტევა მაქვს, ხალხს გიჟიგონი ხარ. ხო, ნუ თან მithumeteში იმ დროში ნუ აი ხა ერთ-ერთი ისტორია არის სამსახურში memართება და მათ არიცოდნენ რომ კამერები ეყენა რა, ადრეც მაქვს ეს მოყოლილი. მოკლედ გამოსაცვლელში წავიქეცი და ესე რომ ვაგდივარ შეტევა ყველაფერი დამემართა უკვე და გადავრჩი და ვიყურე მაგ ვერ მოძრაობ და ვხედავ რომ ერთმა ადამიანმა ესე გადამაბიჯა საპირფარეში მოისაქმა გადმომაბიჯა და წავიდა. რა სხვები? და მე დირექტორთან ისიც კითხვეს რომ გიორგიო გაუშვა თუ სირცხვილიაო ეგეთი დაავადებით ადამიანია. რა სხვები? ხო, არის ისტორია ძალიან ბევრია ხა. და როგორ დამთავრდა ეგ ამბავში? არაფერს დირექტორმა დამტოვა, ფინანსურად დამეხმარა, გვერდში დამიდგა. კაი კაცია თუ ქალია თუ არ ქალია? ეკა ქვია, ეკა ძალიან დიდი მადლობა. იყვნენ ესეთი ადამიანები, რის გამოც ვარ ეხა ძლიერი რეალურად. რასაც წეგან ამბობდი რომ ადამიანის მშობა ქონდა, კი, გადამწყვეტი ალბათ. როგორ არა. რომ იყვნენ ბევრი ადამიანები, ვინც ზურგი მაქცია, თვლიდნენ რომ ამასთან არ უნდა ემეგობროთ, იმიტომ რომ შეიძლება სად დაემართოს და როგორ შევრცხოთ. ერთადერთი ამ ამბავში ყველაზე მაგარი რაც არის და ალბათ ზემოდან გადაწყდა ესე დედაჩემი არ შესწრებია. დედაჩემა იცის ეს. მაგრამ მოყოლით. და გეონები შეტევის სიძლიერე ისეთი იყო, რომ ჩემი ძმები, მამაჩემი, ჩემი სიძე და ჩვენი კიდე ერთი ბიძაშვილი დაკავებდნენ. ხო. ცდილობდნენ სხეულის დაჭერას. ხო, სხეულის დაჭერას. ბოლოს მივედით ექიმთან, ვიღაც ექიმი იპოვეს, იმიტომ მილიონი ექიმთან გვატარეს, ამ ფარულმა ცენტრმაც არ გვიშველა არაფერმა და ამ ადამიანმა წამლების გარდა დამაჯინა და ყოველდღურად მესაუბრებოდა იმაზე, რომ ეს შენ უნდა დაძლიო. შენ უნდა აკონტროლო შენი ემოცია. შენ უნდა ეს გააკეთო. და აი ამ საუბარში ამ წამლებით, აი 3 წელიწად ნახევარი, აი ჩემ თავში მქონდა მუშაობა, რომ ეწყებოდა. ეხა დაწყნარდი, ეხა დამშვიდდი. შენ დაიწყე მართვა რა. ყველაზე რთული პერიოდი ეგ არის შენი ცხოვრების? დედაჩემის ავადმყოფობა მახსოვს სულად კიდე ძალიან. იმიტომ რომ დედაჩემი იყო საწოლს ჩავარდნილი რამოდენიმეჯერ და დედაჩემი არის ჩემთვის ყველაფერი რა. მივხვდი უკვე მეჯერ ახსენე. დედის დაკარგვა მე ვიძახი სულ რა, რომ ეხაც რო შეხედავს ამ გადაცემას, რომ უნდა იცოცხლოს დიდხანს, იმიტომ რომ ვინც მე დამანგრებს, ვერავინ ვერ დამანგრია ცხოვრებაში. დედა დამანგრებს. და ყოველთვის ვაფრთხილებ ჩემ მეგობრებს, რომ ეს დღე რომ მოვიდეს, აი მაშინ დამჭირდებით თქვენ. ეხლა ნუ იქნებით ჩვენ, აი მაშინ დამჭირდებით. თორე შეიძლება ამან ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი გადატეხვა გამოიწვიოს. და ვერ გამკლავდე მარტო. ვერ გამკლავდები. ზუსტად ვიცი რომ ვერ. ეგ არის ერთადერთი, ნუ აი რასაც ვერ. და დედაჩემი იყო ჩემი აი ნუ მუდმივი ძვირფასი მეგობარი. ყველაფერს რაღაცა ერთად ვაკეთებ, მე თან პატარა ვარ ხვდები და სულ დედასთან ერთად ვიყავი და სულ რაღაცა რო გვიჭირდა ერთად რაღაცა იყო, აი მახსოვს არ დამავიწყდება. ყველაზე მეტად რა გაჭირვების პერიოდში
მაშინ ვარკეთილში ვცხოვრობდი და თბილისის ზღვაზე იყო ასკილის ბუჩქები და ერთად დავდიოდი და იმ ასკილის კრეფტით მე ამ ასკილით ამზადებდა რაღაცებს. აი რაღაცა ეგეთი რაღაცები არიან. რაც სხვა არავისთან არ არის რა. არც მეგობართან და არც არ არის. 75. ჯერ ყველაფერი წინ აქვს. ხო, აუცილებლად. სხვა გზას არ ვუტოვებ. არ არსებობს სხვა გზა ჩემ შოვლებს არ აქვს, თუნდა დიდი ხანი იყვნენ ორივე. გიორგი, ყველაზე ბედნიერი როდის იყავი? ამ წამსაც ყველაზე ბედნიერი ვარ. აი კიდევ ერთხელ ვიძახი, რადგან ჩემ გარშემო ჩემი საყვარელი ადამიანები კარგად არიან, მე ვარ ბედნიერი. მე ვიყო კარგად და ჩემ გარშემო არ გამორიცხული. გამორიცხული. არა თუ შენი ახლობლები. უბრალოდ სოციუმით უბედურია ვერ ახარ კარგად, მაშინ არაჯანსაღია. სულ მაგას ვიძახი, რომ როგორ შეიძლება შენ იყო ბედნიერი და შენ გარშემო შენ მეგობარ შენ მეზობე, ანუ აი უჭირდეს ხალხს ესე რა და არ ეხმარებოდე ან ვერ ამაში ვერ ხარ ბედნიერი. შეგიძლია ხმამაღლა თქვა, რომ უკვე იმ სახში ხარ, როცა ფეხი ფეხზე გადაიდებ და პრეც მიიფარებ და ტელევიზორს. ფეხი ფეხზე კი გადა. პრეც მიიფარებ და ტელევიზორს უყურებ, მანდ მიხვედი? იცი არა. არაჯერ. ვერ ვშერდები. ეგაცა კი მოვა მაშინ, როდესაც მე გადავალ ფასანაურში საცხოვრებლად. ჩემი მიზანია რომ გადავიდე იქ საცხოვრებლად, ან იტალიაში ვიყიდო სახლი. ხო, ну, შენი სტილი კი გიბოია, სადაც ძალიან ავთენტური იქნება გარემოში და ფასანაურში მარტო უნდა გადახვიდე? ხო და ჩემი მეგობრები ჩამოვლენ, ყველა ადამიანი ჩამოვა, ხომ ყველასთვის კარი ღია იქნება. აი მაშინ ვიქნები ის ადამიანი, რომელიც პლეც გადაიფარებს ფეხზე. ხო, ჯერ ესე იგი იქამდე კიდე დრო გაქვს. კი. და აქვე ამ კონტექსტში უნდა გითხრა, შენი მთავარი სიყვარული? ხო, შენ აზრით ქონდა ეგ ეტაპი ცხოვრებაში? თუ არა? თავარი სიყვარულის? იცი, ბედნიერი ვარ მე. ანუ ქონდა თუ არ ქონდა მიპასუხე თუ გაქვს მე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ყველა. რაც კი ყოფილხარ როდესმე? კი. ანუ ეხლა გაქვს თავარი სიყვარული. აბა სხვანაირად როგორ უნდა მიპასუხო ეხლა ვიყავი. თავარი სიყვარულზე ბედნიერებას რომ მომიყოლებ, რას ნიშნავს? ბედნიერი ვარ ძალიან. ეგ არის მთავარი. 1-2-1-2 მაქვს 1-2 1-1-1-2 ძალბაზია ჩვენ მივიდივართ თამო ვარშალამიძესთან რატომ მოგიყვებით ახლა წამოდით გზაში იცით რომ თამო არის ძალიან ნიჭიერი და არ ვიცი მართლა საიდან შეძლო მისი ცხოვრების ტრამპლინის აწევა და შესაბამისად ეხლა უნდა მოგიყვეთ კიდევ ახალი სიახლის შესახებ რომ ახალი ბრენდის წარმომადგენელი ხდება საქართველოში არც მეტი არც ნაკლები კორეა იმიტომ რომ კორეაზე არც მეტი არც ნაკლები იმიტომ უფრო იქ სადაც ბიუთი თემებია კორეა არის ტოპ და შესაბამისად კორეული ბრენდის წარმომადგენელი ახლა უკვე იქნება საქართველოში ბრენდის რომელიც ზრუნავს უკვე კვებით პროტეინს კვებას ვეძახი მე მაინც იმიტომ რომ ერთ კვებას მინაცვლებს Hi how are you Nice to meet you თარჯიმანი ხომ ყავს? რა კარგია, გამარჯობა, საციამონოა. იყოს რომ რაღაც ვერ გაუმკლავდე, რაღაც ირთულე, რაღაცა, არ ვიცი, ყოველდღიური რუტინა, მილიონი რამე არ მინდა ხა დაკონკრეტება და ამ დროს ხობ რაღაც ახალს იწყებ. რაღაც ახალს, რომელიც საერთოდ არ გავს ძველს. შეხვედი ახალ თემაში, ეს არის კვება. ეს კვებას ვეძახი მე პროტეინს, იმიტომ რომ მე პროტეინი ერთ კვებას მინაცვლებს. და ესე ვცხოვრობ ვარჯიშის. კი, ზუსტად ესე, ერთი კვება პროტეინია. შესაბამისად ვეძახ კვებას, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს არის ჩვენი ჯანმრთელობა. საერთოდ სხვა თემაა. ახალი ეს ნახე კორეაში შენი ყოფნა. კორეას მოყვა ეს ამბები? კორეას მოყვა, როდესაც პირველად ეს არის პეპტიდების შრატი, ახალი ხალხი. გეხოწები აქვე ვიტყვი რომ კორეაში ვიყავი ჩასული 7 პეპტიდზე. მთელი კორეა ამაზე ლაპარაკობდა რომ უპრეცედენტო შექმანი და ქართველმა გოგომ თამაშებნა 10 პეპტიდიგანა, იმიტომ რომ სხვებს არ აქვს, მაგრამ რთული 10 პეპტიდი შექმნა ერთ ქილაში ძალიან ძლიერი პროდუქტია და 10 პეპტიდი არის ძალიან მნიშვნელოვანი და თავისი გამოყენების წესი აქვს, რა თქმა უნდა, და თავისი წლოვანება. ზუსტად ვიყავი ამ პერიოდში, როდესაც გავიცანი ტერი. გამასნა თავისი პროდუქტი. დაახლოებით 2 თვე დამჭირდა, რომ ყველაფერი შემესწავლა, რა თქმა უნდა, ეხლა ჩემი ბრენდი არის პრიორიტეტი და ჩემი სახელია, ჩემი იმიჯი არის და უნდა ყოფილიყო ხარისხიანი, აუცილებლად განსხვავებული, ინოვაციური და ხარისხიანი. როცა შევისწავლე თითოეული ინგრედიენტის შემადგენლობა და
ვიცი რომ მივხვდი რომ საქართველოში ქართულ მომხმარებელს შევთავაზებდი განსხვავებულ პროტეინებს, თავისი კომფორტულია ძალიან მისი გამოყენება და ძალიან განსხვავებული გემოებია 6-ვე, ვთქვი, თამო, რატომაც არა, ახალია, მაგრამ შენ შეიძლება. ეს ტკბილია? ეს არის შოკოლადი, კი, ტკბილია. წყალი რამდენი უნდა ჩავასხა? აქ ნანუკა ნიშნული უკანა, აქ წყლის ნიშანი და ეხლა კარგად შეანჩქრიე. ოკეი. აი ასე. და ესე იგი, შეისწავლე ყველა გემოთი. ყველა გემოთი, ყველაფრით. და თქმა უნდა, უდიდესი ნაბიჯი იყო საერთოდ ყველაფრით, ხო არა ეს ადვილი შემოიტანო, მაგრამ გავრისკე, კიდევ მაქვს ძალიან ბევრი გეგმები, ამით არ ვაპირებ გაჩერებას. დარწმუნებული ვარ, ეჭვერ მეპარება. გამაჩანი შენი პარტნიორი. ეს არის ბატონი ტერი, რომელიც ცხოვრობს კორეაში. გასაკეთებს კორეაში. არის ბიუნისის დამფუძნებელი და ასევე არის ფოტომოდელი და აწარმოებს არა მარტო პროტეინებს, სხვათა შორის აქვს ძალიან ბევრი დანამატები და ეტაპობრივად თქმა უნდა შემოვიტან საქართველოში, მაგრამ ხო გემრიელია. მართლა გემრიელია. ეს იყო პირველი ხაზი, რომ შემოვიტანა. იქნება განთავსებული ჩემს სტენდებზე, რადგანაც ჩემი შვილებულ კომპანიად მივიჩნევ, ასევე ონლაინ გვექნება, ვებგვერდზე გვექნება, სხვადასხვა ადგილებში გვექნება. ერთი იკვება 155 კალორია, ნუ მე ბრექვესტ მივხვა. კი, ბრექვესტის მერე ყვებაა ჩემთვის ეს. მე პირველია, იმიტომ რომ მე ვევჭამ დილით არ შემიძლია ყავის გარდა და მე პირიქით საუზმე მიყვარს და ამიტომ მე არ მიყვარს და ენერგიაზე ვარ ყოველ შემთხვევაში. როგორ მოხდა თქვენი შეხვედრა მერე გადაწყვეტილების მიღება? გამარჯობა. 한국에서 კორეაში ჩვენი ბრენდის პოპულარობასთან ერთად ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია საერთაშორისო ბაზარზე გაფართოვება. ამ ეტაპზე ბიუნესის შეიკები უკვე წარმოდგენილია 11 ქვეყანაში. შუა აზიის ქვეყნებში ჩვენი ბრენდის შეტანის შემდეგ აღმოვაჩინეს საქართველო. რა იცოდა საქართველოს შესახებ, სანამ აქ შემოვიდა და როგორც პროდუქტის წარმომადგენელი? 조지아라 საქართველოში ჩამოსვლა ყოველთვის მინდოდა, თუმცა აქამდე ამის შესაძლებლობა არ მქონია. ახლა როდესაც აქ ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ. საქართველო როგორც ღვინის ქვეყანა ადრე მხოლოდ წარმოდგენით ვიცოდი, თუმცა რეალურად აქ ყოფნა ჩემთვის ნამდვილად შთამბეჭდავი გამოცდილებაა. ქართულ ბიუთიზე თუ იცოდა რამე, რომ ცოტაა და მათ შორის ერთ-ერთი თამო ძალიან ტოპ წარმომადგენელია, ერთ-ერთი პირველია, ვინც დაიწყო საქართველოში საერთოდ თავის მოვლის ქართული ბრენდის შექმნა. 타모라는 사람을 알게 됐는데 თამოს გაცნობის შემდეგ გავიგე, რომ იგი მუშაობდა თამოს გინის ბრენდზე. ინსტაგრამისა და სხვა სოციალური ქსელების საშუალებით ვაკვირდებოდი მისი ბრენდის განვითარების პროცესს და ამან ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მივხვდი, რომ იგი პასუხისგებლობით მიუდგებოდა ჩემს ბრენდს და მას საკუთარი ბრენდივით გაუფრთხილდებოდა. რა არის ის მოლოდინები, რაც ქართული ბაზრისგან გავა? 일단 조지아를 와 보니까 საქართველოში ჩამოსვლოდან ვფიქრობდი, რამდენად მოეწონებოდა ბიუნესის პროდუქტი ადგილობრივ მოსახლეობას. თუმცა მას შემდეგ, რაც პირადად შევხვდით მათ, გავასინჯეთ ბიუნესის შეიკები და ვწმოდი, რომ პროდუქტი მართლაც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ მეც. მე უკვე მომწონს. 6가지 맛이 ჩვენ ამჟამად გვაქვს 6 სხვადასხვა გემოს პროდუქტი. შოკოლადის, მაჩა შოკოლადის, მაჩა, 바나나, ბანანი, 그다음에 곡물맛. აჰა. 그리고 이건 시민디? 야, და მანგო? 고구마. ტკბილი კარტოფილი. ძალიან გემრიელია. 우리 제품의 공통 ჩვენი პროდუქტის მთავარი მახასიათებელი ჯანსაღი ინგრედიენტების გამოყენებაა, რაც ჩვენი ბრენდის ძირითადი კონცეფციაა. თამო, აი ესეთი გადაწყვეტილების დროს, როდესაც რაღაც ახალში შედიხარ, რისკებზე რო ფიქრობ. აი შენი ფიქრები როგორც ქალის რა არის? ქალებს შეგვიძლია ყველაფერი. რატომღაც ეს ერთი წელია ჩემს შინაგან სამყაროში ძალიან რაღაცები შეიცვალა და იმის მტკიცებაში ვარ ჩემთან თანაც, რომ ისეთი რაღაცების გაკეთება შემიძლია, რაც შეიძლება სხვა ადამიანმა ან კაცმა იფიქროს, რომ ქალს არ შეუძლია. თუ რაღაცას ჩავიფიქრებ, მაშინ უნდა გავაკეთო და ძალიან კარგად ამყვატერიც ამ თემაში, იმიტომ რომ თქვი, მინდა რომ გავაკეთო ღონისძიება ამ დღეს ჩაუშვა, გამომყვათ, აიღო ბილეთები, ჩამოვიდა. კი, ეს ძალიან დიდი პატევია, რომ ანუ ამ ხელაგზა გადმოვფრინდა კორეიდან საქართველოში ქართული ხალხისთვის, მადლობა მინდა გადაუხადო ტერის ამისთვის, რომ დააფასა საქართველო, ეს არის ჩემთვის უდიდესი პატევი, რა თქმა უნდა, ჩემი მომხმარებლებისთვის და ყველა მომხმარებლის სახელით მადლობას ვუხდი ტერის და იმედი მაქვს, რომ დიდხანს და ხანგრძლივად ვითანამშრომლებთ ახალი პროდუქტების. შენი ცხოვრება რა ეტაპზეა ხა? ჩემი ცხოვრება შედგება თამოსკინით, ახალი და ჩემი შვილებით.
შენი სულებს უყურებ, ბედნიერებაში ხარ და ჰარმონიაში. ეს არის ჩემი ყველაზე სწორი და იცი რა არის, ზუსტად ალბათ შენ კარგად გახსოვარ, ალიზიდან დაწყებული როგორ მეგობრებაში ვიყავი, მაგრამ ამ გადმოსახედიდან რომ მეუბნეოდა ერთი ადამიანი და ნუ გაჯერჯერიანი. გაგივლისო, დრო უნდა. და ყველაფერი კარგად იქნება, დრო გჭირდება თქო? შვიდათ სუნთქავ. რაც მთავარია და ბედნიერია. ყველა ხალი რომლებიც ძლიერდებით ასეთი გადაწყვეტილებებით, ყველა ხალი ბოლოს ვამბობთ, რა კარგია რომ ეს მოხდა, რა კარგია რომ ეს დასრულდა. იმიტომ რომ აუცილებლად მომავალში რაღაც უფრო ახალი და უფრო მნიშვნელოვანი იწყება. მგონია რომ ეხლა უფრო ინტეგრირებული ხარ ბავშვებთან, თითქოს უფრო მეტად მცდელობები გაქვს, არა? იცი რა, მინდა რომ ჩემი შვილები ძალიან სიტყვაში, სიყვარულში გაიზარდონ. რაც მე არ მქონია ყოველ შემთხვევაში. როცა შენი გადაცემა გავიდა აი თემაზე, ძალიან ღილავდი, თან მივფრინავდი მილანში მახსოვს და მორიგი სიახლისთვის და მორიგი სიგიჟისთვის. ძალიან ნერვიულობდი საზოგადოება ჩემ დაშებას როგორ მიიღებდა ქალები. ხო იცი, მაინც საქართველოა ისე ამომიდგა მხარში. აი იმ პერიოდში ძალიან ცუდად ვიყავი, ხო ისე აი ესე ამიყვანეს ხელში. რომ გადამალახინეს ქალებმა და აი მინდა რომ რადგან შენი ეთერით გაიგეს, შენი ეთერით უთხრა რომ ქალებ აი ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ ყოფილიყავით. მე შეიძლება კიდე ხა ცოტათი კიდე დეპრესიაში ყოფილიყავი. მადლობა ხარში რომ მითქეხართ. აი უდიდესი პატივია ჩემთვის. და მე დარწმუნებულია რომ ყველა შენი ახალი წარმატების ფორმულა ამ ქალებზეც გადის. თქმა უნდა, ქალები არის პრიორიტეტები ჩემთვის. თამო ძალიან მიყვარხარ, ძალიან გაფასებ, ძალიან გულშემატკივრობ და მინდა რომ წარმატებულიყო. მეც მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდი წარმატებული ამბავი აქვს საქართველოში. 네, 저도 너무 감사하고 მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა მოწვევისთვის. საქართველოში ჩამოსვლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო გამოცდილება იყო. ასევე მსურს საქართველოს ჩემს ქვეყანაშიც უკეთ გავაცნო. აუცილებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიცნობ კორეას, ვყოფი ვარ კორეაში და ვიცი და მიყვარხართ. თქვენი საჭმელი, თქვენი თავის მოვისაჟობ, თქვენი ქუჩა ყველაფერი მიყვარს. 감사합니다. Thank you so much. მადლობა. 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 როგორ ხარ? საინტერესო. გზაში. სულ. მუდამ გზაში, და. ეხლა რამდენი კონცერტი გაქვს დაგეგმილი? 30-მდე კონცერტი ჯერჯერო. ძირითადად უკრაინაში. ანუ გადახვედი? არა. რა ქვია ამას? ქვია მეგობრობა. უკრაინა არის, რომელიც მეც მითქას გვერდით, იმიტომ რომ ის საშუალებას მაძლევს, რომ ვიცხოვრო პირველ რიგში ფონდს გაუჩნდეს რესურსი იმისთვის, რომ ბევრი პროგრამები არის გაკეთებაც გვინდა და პრაქტიკულად თვითონ არიან ის ადამიანები, ვინც თავის ბავშვებს მომავალ თაობას ხარში უდგან. წელიწადში რა დროს ატარებ უკრაინაში? მაისის თვე არის კონცერტის თვე. უფრო მეტიც. ჩემი შვილის დაბადების დღეზე პრაქტიკულად არ ყოფილა არასდროს 25 მაისს, იმიტომ რომ ყოველთვის დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვარ უკრაინაში. სად ცხოვრობ უკრაინაში? სასტუმროში. იმ ადგილას, სადაც არის თავშესაფარი, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები როგორც კი აწყდება განგაში ეგრევე რეკავენ ხოლმე აუცილებლად მეუბნებიან აი ეხლა აუცილებლად უნდა ჩახვიდე თავშესაფარში. სტრესი შიში ქრება რაღაც ეტაპის მერე? როგორც კი საზღვარზე გადადიხარ და შედიხარ უკრაინის ტერიტორიაზე, შენც ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ხარ. ერთადერთი სურვილი გაქვს, რომ შენც რაღაცა გააკეთო ამ ქვეყნისთვის. იმიტომ რომ შიგნით ყველა პატარა ბავშვი, დიდი სკოლაში, საავადმყოფოში, აი ნებისმიერი დაწესებულებაში თუ ოჯახში თუ ყველა იბრძვის შრომობს თავისებურად იმისთვის, რომ გამანა გადაარჩინა. ჯილდოს რა ქვია, რომელიც მოხსეს? ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო, მესამე ხარისხის, პრინცესა ოლგას ჯილდო. ბევრი ჯილდოებია. მე მერიდება ხოლმე, მართლა ვიცოდი, რომ აი ძალიან ბევრი ჯილდო დაგროვდა. გარდა პრეზიდენტის ჯილდოსა მაქვს გენერალი ზალოჟნის ჯილდო. ხერსონის მეორე მუსიკალური სკოლის ჟიურის თავმჯდომარე, როგორ მე რამდენი წელია და ძალიან საინტერესოა თვითონ ეს იდეა, იმიტომ რომ ნაწილი ოკუპირებულია და ეს სკოლა რო არ დაიშალოს, რომ პედაგოგებიც ასე ვთქვათ იყვნენ მართლა მერიდება, იმიტომ რომ კი არა და ვერც შევიფერე ეს ჯილდოები რაც იყო, იმიტომ რომ რეალურად რა ხედავ იქ ადამიანები რას აკეთებენ. თან არც ვიცით ჩვენ ახლა მე საკუთარ თავზე რამდენი ლაპარაკი, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა გულსმელად. მაგრამ მე ხო ვიცი ადამიანები, კი სხვა ადამიანები, რომლებიც შუმად რამდენადაც აკეთებენ, ან პირველ ხაზზე არიან და რამდენადაც
პრობლემის აკეთებენ. ამიტომ მე მივიღე ეს ასე ვთქვათ ყურადღება. მიიღე ზელენსკის ტრემლები და აპლოდისმენტები. ხო, და ძალიან გამოხატავ შენს მიმართ დამკვიდრე. შენს მიმართ და ბუბას მიმართ ძალიან გამოხატავდა. ბუბას მიმართ მართლა ძალიან დიდი სიყვარული გადმოსცემა. საერთოდ მთელი უკრაინას. ხო. და მგონია რომ შენ ხარ მეორე, ვისაც აი ესე აფასებდა. არ ვიცი, ზოგადად უკრაინელ ხალხს ისეთ შეუძლია სიყვარული, ისეთი სიყვარული შეუძლია და ისეთი მადლიერების გრძნობა აქვთ. და არაზედაპირული. როდესაც შენ უყვარ ხარ, კითხულობენ შენზე, შენ სამშობლოზე, შენს ქვეყანაზე. სადღაც კითხულობდი სლავა უკრაინას რო ვეთქვია, მეუბნებიან სლავა საქართველოს. სლავა საქართველოს. არა სლავა გრუზია. მივხვდი ხო. სლავა საქართველოს. ჩვენ საერთოდ არავინ რო არ ვიცნობდა იქედან სათითაოდ და ძალიან დიდი შრომის ხარჯზე, ძალიან ფრთხილად ჩვენ ვცდილობთ რომ დაგვასახურებინა ეს სიყვარული. 2014 წლის მაიდნის შემდეგაც ჩვენ პირველები ვიყავით, როდესაც სადაც მაიდანია, იქ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარბაზი ოქტიაბრსკი, ესე ვთქვია. და იქ იყო მაიდანი და იქ გადაადგილება შეუძლებელი იყო. გარდაცვლილი ასეულის იყო მემორიალები და ფეხით ვერ გადაადგილებოდი. და თვითონ ეს დარბაზი იყო ქცეული ასე ვთქვათ თავშესაფრად კლინიკად. და ჩვენ რა შევედით პირველებმა გავაკეთეთ კონცერტი, სისხლის სუნი კიდევ იყო იქ რა გარდაცვლილების. ამიტომ ძალიან ბევრი ხიფათიანი ნაბიჯების გადადგმაც გიწევს. რაც უკრაინელებმა დაინახეს. უკრაინელებმა უფრო დააფასეს ნინო ქათამაძე ვიდრე ქართველებმა შენი აზრით. მე ეხლა იმიტომ რომ რეალობაში რო აქ კონცერტს ვერ ატარებ. მოდი დავაკონკრეტებ რა გაკითხები. იმიტომ რომ შენთვის რაღაც კარებები ჩაიკეტა. გავიგე რომ ამის ეჭება შენ არ გაქვს, იმიტომ რომ შენ ხარ არტისტი, რომელსაც შეგე სოლო კონცერტები ჩააწყო და გავიგე, ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ ის რეალობაც ხომ არსებობს, რომ განსხვავებული მოსაზრებების გამო, იმიტომ რომ ევროპა გინდა ამ ქვეყნისთვის ღია და ცხადად, რაღაცები დაიხურა. ევროპამდე, აი მართლა ვიცახე, ევროპამდე. მინდა რომ ჩემს მოხუცებს და ბებიებს და ბაბუებს ადამიანური ევროპაში მაგას გულისხმობ, ევროპაში გავიგე, მაგრამ აი ის აღიზიანებთ ეს სიტყვა და მოვაშორებ ამ სიტყვას საერთოდ რა. რაც სახელიც უნდა ის სახელი დააქვან. მინდა რომ ბავშვებს აი მომავალი ქონდეს. როცა დაიბადება შვილი, აი ადამიანები ბავშვები დაიბადნენ და უკვე დაამთავრეს სკოლა. არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ხვალ უკვე მათი დიპლომი მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ იქნება აქტიური, ხო? მინდა რომ მოხუცები, რომელსაც ევროპაში რომ მიდიხარ, გიგაშას კონცერტზე ვიყავით გერმანიაში და რო გადავხედე, გარდა სხვა ახალგაზრდებისა, ასაკოვანი ადამიანები მოწესრიგებული, მათ ისინი პენსიაში რო გავიდნენ, უკვე აქვთ დრო, რომ მთელი თავისი დარჩენილი ულამაზესი ცხოვრება მიუძღვნან მუსიკას, ხელოვნებას, მოგზაურობას. მე მინდა რომ ესე გქონდეს ჩვენს მშობლებს, ასეთი მეც სიბერე მინდა, ჩემს სამშობლოში მინდა, ხო? მინდა რომ არ ვიცი, წამალი იშოვებოდეს და ისეთი თანასწორობის განცდა გქონდეს, სიტყვის უფლება გქონდეს, რომ პროტესტი მქონდეს, თუ წამალი ძვირია, შემეძლოს გამოთქვა, რომ არავის არ შეოდეს. ხო, ბრძოლა, განსხვავებული აზრი, ხო ეს არის, იმიტომ რომ მეუბნებიან რომ ყველაფერი კარგად მაგრამ მეუბნები რომ არ არის ყველაფერი კარგად, იმიტომ რომ სადარბაზოდან გამოდივარ და რიგი დგას. იცით რომ ურნებთან რიგი დგას. იცით რომ ურნები დანაწილებული აქვს. ანუ სხვა ტიპი ვერ მივა იმ ურნასთან, იმიტომ რომ ვიღაცას უკვე დანაწილებული, აი უკვე აღებული მის ტერიტორია. ურნები გესმის. და იხშოვა ბავშვები ჩავარდნენ და გარდაიცვალნენ ბავშვები. რამდენი ტრაგედია მოხდა და ვიცი რა მე როგორ არ უნდა გამიჩნდეს პროტესტი ამის მიმართ, ხო? მარტო კონცერტამდე რომ მივიდე და დარბაზში რომ შევიდე, იქ ბედნიერი ადამიანები მინდა დავხვდეთ, რომ მათ ქონდეთ ძალა მოსვლა. სურვილი. არა გვაქვს ჩვენ სასიმღეროდ საქმე რა. არა ჩემ პროფესიასაც შეეხება 6 წელი, ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ შენს პაუზა შენს მსვენელთან, იმიტომ რომ იქ როგორ არის, იცი რომ ყველა შენი განვითარების ეტაპები მონაწილეა. რომ იციან შენი რომელი სიმღერით დაიწყე, ამ სიმღერის შემდეგ რა მოყვა, როგორ განვითარდი, რა გამოგივიდა, რა არ გამოგივიდა, რა არის, რა უნდა კიდევ იმღერო, რა რის გამეორებას გთხოვენ და ასე შენ მასთან ერთად ვითარდები. ცალკე არ ხდება ეს პროცესი. რა თქმა უნდა, აი რა ქვია მაგას 6 წელი რომ შენ სამშობლოში კონცერტი არ ქონია და ამ დროს უკრაინაში 30 კონცერტი გაქვს ორ თვეში. რა სახელს არ ქმნევ შენ? არ ვიცი, პოროტებას ალბათ უფრო.
გულის ტკივილით ვამბობ ყველაფერს, იმიტომ რომ ვის მიმართაც არ უნდა მქონდეს პროტესტი, მართლა გულწრფელად გეუბნები. მე ამ ადამიანებთან ერთად მინდა თუ არ მინდა, უნდა ვიცხოვრო და მე უნდა მქონდეს უნარი და მე მუშაობ საკუთარ თავთან, რომ მე ამ ადამიანებთან ერთად ვისწავლო. და პროტესტში ვარ, მაგრამ კონფლიქტში არ მინდა ვიყო, იმიტომ რომ დაუმტკიცო სიმართლე რა არის. და არა ის, რომ მე ეუბნება და რომ იცი რა, შენ როგორც მე მაგზნობინებენ ხოლმე, რომ მე უნდა გავქრე, რომ თვითონ იცხოვრენ, ესე არ არის. ჩემთვის რატო აქვს მნიშვნელობა ფილარმონიის დარბაზს? იმიტომ რომ ეს ერთგვარი პრეზენტაცია იმისა, რასაც მე მთელი წლის მანძილზე ვაკეთებ. და მე აპლოდისმენტებით, იმიტომ რომ ქართული ჩვენ მე ხო არასოდეს სხვა ენაზე არ მივღერია. და ქართულ სიტყვას, ქართული პოეზია, არ ვიცი, ქართული მსმენელი, თაყვანისმცემლები, დიდი ხნის თაყვანისმცემლები, ადამიანები, სხვადასხვა ადამიანები მოდიან. შენ უკვე ხვდები, რამდენად სწორია შენი რეპერტუარი, რამდენად წარმატებული იქნება შენ. და ეს ენერგია კიდე მთავარი, ასე ვთქვათ, როგორ გითხრა, ბუნებრივი, შენი მშობლიური ენერგია. ამის წართმევის უფლება არავის არ აქვს. თუ ის არ არის კერძო საკუთრება. შვილი ახსენე რომ უკვე არის 18 წლის, ხო? გახდება 18. ანუ მე მგონია რომ მარტო ჩემი შვილი იზრდება, ხო? აი უცებ 18 წლის და უცებ ხო იცი რანაირად გუში იყო, ძალიან პატარა იყო და წასულია სასწავლებლად. სკოლას დაასრულებს გერმანიაში. და იცის უკვე საით უნდა წავიდეს პროფესიაში. ძალიან ჭკვიანურად მოიქცა. აირჩია ის საგნები, რომელსაც პერსპექტივაში შეიძლება მუსიკაში თუ უნდა მუსიკა აირჩია აი სკოლაში და ცოტა ეგონა რომ ხოჩი აი მუსიკაა და ყველაფერს შეძლებს და იქ როგორი პროგრამაა. იცის რომ აი აქ რაც არის არც მუსიკალურ სასწავლებელში სოლფეჯიო არის ალა, დრამზე დააწყებინოს და დრამის ნოტების საკითხვა ასწავლეს. მოგეთ ფანტასტიკური სკოლაა, არაჩვეულებრივი, რომელიც ქალაქშიც არის. ისტორია აირჩია თუ კი დიპლომატიას აირჩევს, ბიოლოგია აირჩია თუ კი სამედიცინოს აირჩევს, ფილოსოფია, ფსიქოლოგია და ერთი 5 IB პროგრამით დააკვირდება რა შეუძლია და რა არ შეუძლია. წეღა მიდოდა თქვა და დამავიწყდა რაღაცა ყველა მორთმეული თაიგული მიგაქვს მერე ჯარისკაცების საფლავს. ხო ეს არის შენი რაღაცნაირი სიმბოლური გზა. იცი რა, მანამდე ვიდრე ომი არ იყო, სულ ტაძარში ვტოვებდით ხოლმე. ჭიდრო და ახლა ურთიერთობა ამ უკრაინელებთან რა დაგანახა? შეეჩვივნენ საომარ მოქმედებებს? შეეჩვივნენ არა, ისწავლეს საომარ მოქმედების დროს ცხოვრება, გადარჩენა და დაფასება. ყველა წამის, ყოველი წამის, იმიტომ რომ ყოველი შემდეგი წამი არის საჩუქარი. და ამას როგორ გრძნობ, იცი, შენთვისაც. ამას გრძნობ, იმიტომ რომ ყოველ წამს, ყოველი წამი მათთვის რაღაცა ძალიან აღმატებულია. ურთიერთობაში მის საქმესთან მიმართებაში და ასე შემდეგ. და აი ყოველი ჩასვლიდან ჩასვლას აი ამ დროში შენთვის რა იცვლება? აი რას ხედავ ახალს? მათ არასდროს არ ვთქვამთ, ამას ხშირად ვამბობ და მინდა რომ კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ არასოდეს არ ვთქვამს, რომ ეს სხვისი ომია. ან ვინმეს ბრალი, ხოჭი აი როგორც არის ხოლმე, აღარ შებრალი არ საომარი. ეს არის მათი საომარი. და არასდროს უკან დახევის გზა, განადგურება უკან დახევის გზა და გამძლეობა კი არა, აი სივრცე ალბათ უფრო თუ ვერ არ ვიცი, ამხელად კი ულოს, როდესაც ამდენი ადამიანი მიდის ცხოვრებიდან ესეთი ვაჟკაცები, ბავშვები, მოხუცები ან რა ისტორიები გაიარეს ბუჩას და ირპენის დროს, ანუ არ ვიცი, და ჩემი პარტნიორი ვინც 20 წელიწად და მისთანაც ერთად თანამშრომლობ, ის 2 წელი ომში იყო, რომ ჩამოვიდა და დამირეკა, ვიცოდი რომ დაბრუნდა ომიდან და მითხრა რომ გეხვეწები, 2 კვირა არ დამირეკა, იმიტომ რომ მე ისეთები ვნახე, რომ უბრალოდ ვერ გაგცემ ადეკვატურ პასუხს. ყველა ნაფეხის ნაბიჯზე არის საშიშროება, რომ შენ აღარ იყო. კონცერტის მსვლელობის დროს ვაკეთებთ პაუზას, ვაკეთებთ აუქციონს და ვაგზავნით ჩვენ კლინიკებში თუ იმ საჭიროებებში, რაც იქ ჭირდება. კი, აუცილებლად ჩვენ მილიონ გრინაზე მეტი ავუქციონი. ჩემი ფონდი აქ საქართველოში ბავშვიკოებს ეხმარება. და ძირითადად რა შინაარსი? ეს არის შაბათი კვირის, ასე ვთქვათ, სკოლის ტიპის ფონდია, რომელიც გიორგი უშიკიშვილის წყალობით ჩვენ არ ქონდა ტერიტორია, მანამდე ვიყავით საზოგადოების შენობაში, პატარა შენობა გქონდა, სადაც ბავშვები იქ მოდიოდნენ თავის მშობლებთან ერთად. ეხლა გიორგის უშიკას სტუდიაში, სადაც მას არაჩვეულებრივი მუსიკალური სტუდია აქვს, იქ დაგვიწყეს შაბათ-კვირას, მოდიან ბავშვები 11 საათიდან 6 საათამდე. არის არტ თერაპია, გვაქვს მაკეტირება, სადაც მუშაობთ მოტორიკაზე,
გვაქვს გეოგრაფიის კლუბი, ყავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, ყავს ჩვენთან მოვიდნენ ლოგოსის ბავშვები, იყვნენ დედის 3 მარტის დედის დღესადმი მიწყვნილი რაღაც ნივთები გააკეთეს. ძალიან საინტერესოა ჩვენი ბავშვების 4 წელზე მეტია ვართ და აბსოლუტურად უსასყიდლოდ. სადაც 1000-ზე მეტ ბავშვს გამაგარია. გაუწიეთ მხარდაჭერა და ყველაზე მთავარი რაც არის რომ მათი დედებისთვისაც არის, იმიტომ რომ მხოლოდ მათთვის არ არის ეს ფონდი, არის მათი მშობლებისთვის, იმიტომ რომ მე რომ ვასწავლეთ ერთად ურთიერთობას, პრობლემებს დაკვირვებას, ერთად მუშაობას. ძალიან საინტერესოა. ნინ ძალიან დიდი მადლობა შენი გაზიარებისთვის. დიდება საქართველოს და დიდება უკრაინას. დიდება საქართველოს, დიდება ჩვენ სამშობლოს. დიდება კი. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიფიქროთ იმაზე რომ ეს არ არის ადვილი დრო და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბოლომდე ვიდგეთ ჩვენი თავისთვის და ჩვენი მომავლისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის სულ მესმოდა რომ ჩვენი მომავლისთვის და ყოველთვის თავგადადებულები არიან დედები და მშობლები თავისი შვილებისთვის, მაგრამ ჩვენ თუ არ ვიცხოვრეთ, მყარად არ დავდაგეთ ჩვენი შვილები ვერ იქნებიან და მათ გაუმზადეთ ჩვენი მომავალი მათი თაობებისთვისაც კი და რაღაცა ფუნდამენტური ინსტიტუციები ისე არ გავმართეთ, რომ სამართლის ადგილი იყოს, სიმართლის ადგილი იყოს, მუსიკის ადგილი იყოს, სამედიცინო სივრცე იყოს ისეთი, რომ არ იყოს ეს ქვეყნის გარეთ არ გარბოდა. არ გვიწევდეს გასვლა და უნიჭიერესი ადამიანები, რომლებსაც პროფესიები აქვთ, ამ ქვეყანაში ქონდეს განვითარების და შრომის საშუალება, ასე რომ ყველაფერი ძალიან მარტივია, თითქოს, მაგრამ თურმე არ ყოფილა ეს. ყველაფრისთვის ბრძოლა საჭირო. ძალიან მიყვარხარ და გისმენთ წარმატებას. მადლობა. ამ თვეშიც ფრანგულ ბრენდს გაგაცნობთ და როგორც უკვე გითხარით, ჩვენ PSP გვანებივრებს ფრანგული პრემიუმ ხაზის ბრენდებით, მაგრამ ეს ბრენდი, რომელიც 19 წლის ისტორია აქვს, ეს არ არის ისეთი ბევრი, როგორც პირობითად ესვერის ან სხვა ბრენდების ისტორია, მაგრამ სამაგერო ძალიან ექსკლუზიური ნიშა აქვს. რაც ნიშნავს რას? 0% სილიკონი, 100% ბუნებრივი ინგრედიენტი, 0% ქიმიური კონსერვანტები, 0% საღებავი. ეს ბრენდი არ იყენებს აგრესიულ ანტი-ეიჯინგ აქტივობებს, არც რეტინოიდებს, ზოგადად ორიენტირებულია უფრო ბუნებრივ შემადგენლობებზე, ისევე როგორც წყალზე, ფრანგულ წყალზე, ისევე როგორც მცენარეებზე. და ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ ბრენდის მომხმარებელი არის დაცული, რომ არ ექნება ალერგია პროდუქტზე, მისი სახე დამშვიდდება და შეიძლება უფრო გრძელვადიანად, მაგრამ ყოველგვარი აგრესიული ჩარევების გარეშე მოულის სახის კაცს. ხაზი ბუნებრივად შედგება მრავალფეროვანი რუტინისგან, როგორც ფლუიდებისგან, ისე ბუსტერისგან, ისე საცხისგან და სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ არასოდეს ეს ბრენდი არ გამომიყენებია და ეხლა როდესაც დავიწყე მისი გაცნობა, იმიტომ რომ თქვენთვის მომეთხრო ამბავი მასზე, ბუსტერს სვიდა კაცი.